მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ ბექა ყორშია და ეს არის გადაცემა არაფერი სასაცილო. მოკლედ, უცებ დავიწყოთ იმით, რომ ერთი კვირის წინ საქართველოში იმყოფებოდა რუსი ტელეწამყვანი ქსენია ბოროდინა, რომელსაც ოკუპაციის კანონი აქვს დარღვეული. ბოროდინა არალეგალურად იმყოფებოდა ოკუპირებულ აფხაზეთში, ახლა კი შვიდად შემოვიდა საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. მაგრამ ახლა უცებ გამახსენდა, რომ ქოცებს აფხაზეთი ოკუპირებულ ტერიტორიად კი არ მიაჩნიათ, არამედ შენახულ ტერიტორიად. მართლა. გაუშვით გორელი ქოცი აქტივისტის ვიდეო. ამ სამხრეთ ოსეთის აფხაზეთი არ არის ოკუპირებული. არანაირად ოკუპირებული. ჩვენად თუ მოიქცევთ, შეგვიძლია შესვლა და გამოსვლა და ცხოვრებაც იქ. როგორ ქვია ამ ტერიტორიებს, როგორ ქვია? შენახული მე ახლა რომ შევიგინო, დედა ჩემი იღელოებს, მამიდა ჩემი იღელოებს, დეიდა ჩემი იღელოებს, ჩემი რომელიმე პოლიტკორექტული მაყურებელი იღელოებს. ცხონებული მამა ჩემიც კი იღელოებს იქიდან. აი, თუ არის შესაძლებელი რომ გრიშა ონიანმა აგინოს ხალხო. აი, რაღაცნაირად ეგრე რომ დავამონტაჟოთ, ერთ ფანჯარაში ეს იყოს და მეორე ფანჯარაში გრიშა და გრიშა მაგინოს. როგორ ქვია ამ ტერიტორიებს, როგორ ქვია? შენახული ნუ ხათათები სიბნელეში, თუ გვინდა ესენი ყავდეთ, თუ არა და მოусმოთ ამათი ნაძილალიდების ტრაგი მოვთხანი ამათ. ვაიმე, როგორ აგინა? მაგარი უნიჭო მსახიობი ვარ, ხო? რა ვქნა? ქართველი მსახიობები მაგას აღასრულებს არ შეუჩერებია. აქვე წინა გადაცემის თემაზე გვაქვს აპდეიტი და გეტყვით ბარემ. ქოცმა ბიზნესმენმა ლაშა პაპაშვილმა განაცხადა, რომ მხოლოდ სკინტლს კი არ აჭმევდა ხალხს, არამედ შორის ნარჩენებია სისხლი და ბუმბული და სკლინტი ერთად ირევა, მუშავდება, გამუშავდეს კარგად გამოჩნდეს და ესე პროტეინის წყარო. ანუ სკლინტი, ბუმბული და სისხლიო. ჩხიბავი ხარ შენი. არა, მე არ შევაგინებ. მოასმენეთ ეს გრიშაუნიანს, გადაეცით. სისხლი და ბუმბული და სკლინტი ერთად ირევა. ფუი შეს კაცობას გაკარით ყველამ თელ საქართველოს. მოკლედ ისევ მთავარ თემას რომ დავუბრუნდეთ. ბოროდინა საქართველოში თავისუფლად შემოვიდა, ამ კვირას კი თემურ ქათამაძეს, აი ამ ადამიანს 6 თვით გაუხანგრძლივეს პატიმრობა საქართველოში არალეგალურად ყოფნის ბრალდებით. თემურ ქათამაძე 40 წელია, რაც თურქეთში ქართული იდენტობის, ენისა და კულტურის შენარჩუნებას ემსახურება. ახლა თქვენ მისი ახალგაზრდობის ფოტოს ხედავთ. აი ამ კაცია ლაპარაკი. ქსენია ბოროდინა კიდე ხო იცით რომელია? არც მე ვიცოდი. სანამ აქ არ შემოვიდა და მე გავარკვია რომ თურმე გადაცემა დომ დვა მიხყავდა. სულ ერთი გადაცემა ვნახე და ჩემი ნება რომ იყოს დომ დვას წინ სოს დაუმატებდი. სოდომ დვა. როგორი ხუმრობა? არავის არ გაეცინა, ეს ხუმრობა დიდი ალბათობით ამოიჭრება. გადაცემას გვია არაფერი სასაცილო კი ბატონო. ცხადია მე არ ვეთანხმები იმას, რომ თემურ ქათამაძემ ადამიანმა, რომელიც 10 წელია უკვე საქართველოში ცხოვრობს და მოქალაქეობას ითხოვს, დაარღვია საქართველოს კანონმდებლობა. მაგრამ დავუშვათ, რომ როგორც ქოცებს უყვართ საუბარი, კანონი არის ყველასთვის კანონი და კანონის აღსრულება არის სახელმწიფოს პირველესი მოვალეობა. თვალის ოზარს უბარ. და თუ კანონი ყველასათვის კანონია, უპირველეს ყოვლისა გეკითხებით ქართული ოცნების მხარდამჭერებს. რიტორიკული შეკითხვაა, მაგრამ მაინც. რა ლოგიკით ზის თემურ ქათამაძე ციხეში, ხოლო ბოროდინამ ტერიტორიული მთლიანობის ოკუპაციის კანონის დამღვრელმა რუსმა წამყვანმა მოიარა საქართველო, მოწრუპა ლატე, შეჭამა ფხალი, დაპოსტა ინსტაგრამზე, სელფები გადაიღო და მშვიდობით დაბრუნდა რუსეთში. ანუ მაინც და მაინც საქართველოს დროშა უნდა დაეჭირა ბოროდინას, რომ ჯარიმა მაინც დაგეწერათ. გინდა კომენტარებში დამიწერეთ, გინდა დამთაგეთ, გინდა მტრედს გამოვაბით წერილი და გინდა აივნიდან გადმომძახეთ. რატომ არის თემურ ქათამაძე ციხეში და ბოროდინა რატომ გადაადგილდება თავისუფლად საქართველოში? Так, а мы взяли вот такие вот ленточки, да. ეს რეალობა პირადად თქვენთვის რატომ არის ნორმალური? და თუ არ არის ნორმალური, სად ხართ? და სანამ მიპასუხებთ, დღევანდელ გადაცემაში ვეცდები ჩემი ვერსიით გავცე პასუხი ამ კითხვას. რატომ ხდება ანტიქართული პოლიტიკა ნორმალური?
არსებობს ასეთი ტერმინი ოვერტონის ფანჯარა. პოლიტიკურ თეორიაში ოვერტონის ფანჯარა ქვია საზოგადოებისთვის მისაღები იდეებისა და დებულებების დიაპაზონს. ანუ ავიღოთ რამე მწვავე საკითხი. მაგალითად, სიმპათიური კაცია თუ არა ირაკლი ღარიბაშვილი. ერთ უკიდურესობაში ბიჭო. ვაი. ერთ უკიდურესობაში იქნება მტკიცება, რომ ირაკლი ღარიბაშვილი სიმახინჯის განსახიერებაა და ეკრანებზე არ უნდა ჩნდებოდეს. და მეორე უკიდურესობაში იქნება, რომ ღარიბაშვილი ქართველი შონ კონერია, ოღონდ ახალგაზრდობაში. დაუშვათ, რომ ერის უმეტესობა არც აქეთა, არც იქით. ზუსტად არ ვიცი უმრავლესობის აზრით სად მოთავსდება, მაგრამ მოდი დაუშვათ, რომ ღარიბაშვილი შონ კონერის მაგივრად უმეტესობამ როვენ ატკინსონს მიამსგავსოს. მოკლედ, ახლა მოდი წარმოვიდგინოთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა დაიქირავა PR მენეჯერი და დაავალა, რომ ერთ წელიწადში საზოგადოებაში მისი ვიზუალის მიმართ დამოკიდებულება უფრო შონ კონერისკენ შეიცვალოს, რადგან როვენ ატკინსონი კომიკური ფიგურაა. რასაც ეს PR მენეჯერი იზამს, არა პირდაპირ იმის მტკიცება, რომ ღარიბაშვილი შონ კონერივით მამაკაცური და სიმპათიური კაცია. ამის მაგივრად ჯერ მაგალითად მისი ახალგაზრდობის ფოტოებს გაავრცელებენ, ოღონდ ამას არა. მერე რამე მსუბუქნაბიც გადადგამენ, მაგალითად ეცდებიან მის მასკულინურობასთან ასოციაციების გაჩენას. თუ ხალხმა ეს მიიღო და მაგალითად არ დასცინა, კიდევ პატარა ნაბის გადადგამენ, მერე კიდევ პატარა ნაბის და ასე შემდეგ, სადამდეც შეუძლიათ. სანამ საზოგადოებისგან არ მიიღებენ სათანადო უკუკავშირს. ვაიმე, მგონი მართლა გავს შონ კონერის. ამ მეთოდის ჩანაფიქრი ისაა, რომ ამ პატარა ნაბიჯებს ინდივიდუალურად დიდად არავინ გამოეკიდება, თუმცა სწორედ ამ პატარა პროპაგანდისტული ნაბიჯებით ერთი წლის თავზე აღმოვაჩენთ, რომ ახლა უკვე საზოგადოებრივად იმაზე ვსაუბრობთ, გავს თუ არა ირაკლი ღარიბაშვილი ჯეიმს ბონდს. ვიღაც თანხდება, ვიღაც არ თანხდება, მაგრამ თავარია, რომ საუბარი უკვე ამ ტერიტორიაზეა და არა იქ, სადაც ერთი წლის წინ იყო. ამას ქვია ოვერტონის ფანჯარა. ნელ-ნელა დისკუსიის, ორაზროვნების, დიალოგის ან თუნდაც კამათის გადანაცვლება იმ სფეროში, რომელიც სხვა მხრივ აბსოლუტურად წარმოუდგენელი იქნებოდა. თუმცა ირაკლი ღარიბაშვილი ამ საუბარში, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი არაა. პრინციპში ღარიბაშვილი არც სხვაგან არაა მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანი ისაა, რომ ამ მეთოდს ქართული ოცნება იყენებს აბსოლუტურად ყველაფერში. აი თუ არ გჯერათ, უბრალოდ შეხედეთ ამ მონაცემებს. არა საქართველოს მთავრობის ან ზოგადად ქვეყნის, პირადად ირაკლი კობახიძის მხოლოდ Facebook რეკლამაში ბოლო 3 თვეში დახარჯეს $40,000-ზე მეტი. და რა სახის კონტენტია, იცით ძირითადად? შეიძლება თქვენც გიგდებთ ხოლმე. კობახიძის ქორწილის სენტიმენტალური კადრები. ოღონდ კობახიძის ქორწილის ვიდეოებით რა უნდათ რომ დაგვაჯერონ, არ ვიცი, რომ კობახიძეს სიყვარული შეუძლია? ამას $40,000 დახარჯვა არ ეყოფა. მინიმუმ 3 ნული უნდა დაამატოთ. გაზარდეთ რეკლამის ბიუჯეტი, ნუჟმოტავთ. თქვენი ფული ხო არაა, ჩვენი ფულია. ჩვენ ვიხდით. ქართველი ხალხი თანახმა გადაიხადოს ფული კობახიძის ქორწილის ვიდეოების დარეკლამებაში. ნეტა ქართული ოცნება მხოლოდ ჩვენს იმაში დარწმუნებას ცდილობდეს, რომ კობახიძეს სიყვარული შეუძლია. ყველაზე დიდი რწმენა, რომლის შემოპარებასაც ქართული ოცნება ცდილობს და ამაში მილიონობით ლარს ხარჯავს, არის ის, რომ რუსეთი მეგობარია და არა დამპყრობელი. ერთხელ საინტერესო რამე წამოსდა სხვათა შორის ბიძინა ივანიშვილს. კარგი დაპყრობა ისაა, როცა საზოგადოება ვერ ხვდება, რომ დაპყრობილიაო. სხვათა შორის ყველაზე დიდი დაპყრობის და უნივერსალურ დაპყრობას ეძახიან, რომ ისე დაიპყრო, რომ საზოგადოებამ არც კი უნდა იცოდეს, რომ დაპყრობილია. აი სწორედ ესაა ოვერტონის ფანჯარაც. და ზოგადად ამ საკითხზე ქოცებს იმდენი ოვერტონის ფანჯარა აქვთ გახსნილი, რომ უსასრულო ორპირ ქარში ვდგავართ. აი ერთი მაგალითი როგორ კეთდება ეს გართობის ინდუსტრიაში. დიანა ღურწკაია ხომ გახსოვთ? თავის დროზე საქართველოს სახელით ევროვიზიაზე მშვიდობაზე მღეროდა. ოღონდ მარიამ შენგელიასგან განსხვავებით ეს მართლა მშვიდობაზე იყო. მესიჯი ნუ რა თქონდა ცხადია მშვიდობა freedom ქვია სიმღერას და შესაბამისად ნათელი და ცხადია რომ ეს არის ძალიან დიდი მესიჯი. საინტერესო ისაა რომ 2008 წელს მღეროდა. სიმღერამ არ იმუშავა. 2 თვეში რუსეთი საქართველოში შემოიჭრა.
ისე წულუკიანი ღურწკაიას რატომ არ იბარებს? რას გვამშვიდებდა თუ ომს აპირებდა მაგის პრეზიდენტი? მაგის პრეზიდენტი პუტინს გულისხმობ, რა თქმა უნდა. გულანთებული პუტინისტია. Уважаемый Владимир Владимирович, спасибо вам огромное. Да хранит вас Бог. ცოტა ხნის წინ ღურწკაიას ინსტაგრამზე გამოჩნდა ნოე სულაბერიძის სტუდიაში გადაღებული ვიდეო, სადაც ნოემ ინტერვიუ უნდა ჩამოართვას დიანას. ამავე დღეს შევამჩნია, რომ საქართველოში კონცერტით ჩამოდის კიდევ ერთი რუსი მომღერალი ქართული გვარით, თამარ გვერწითელი. რელევანტური განსხვავება ამ ორ მომღერალს შორის ისაა, რომ უკრაინაში შეჭრის შემდეგ გვერწითელმა რუსეთში გააუქმა კონცერტი. ღურწკაიამ კი არაერთხელ გამოხატა პუტინის საჯარო მხარდაჭერა. უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ თუ მაინც და მაინც რუსი მომღერლის ინტერვიუ უნდოდა ამ ბიჭს, როგორც მინიმუმ არჩევანი ჰქონდა. მას შეეძლო გადაცემაში არ მიეწვია მომღერალი, რომელიც აქტიურად იყო ჩართული პუტინის წინა საარჩევნო კამპანიაში. Я призываю всех поддержать кандидатуру Владимировича Путина на выборах. ახლა კი მოდი ავაწყოთ ასეთი ქრონოლოგიური ჯაჭვი. ეს ბიჭი აკეთებს ინტერვიუს ირაკლი კობახიძესთან, რომელიც მიმდინარეობს ერეკლე მეფის პორტრეტის ფონზე. ერეკლე მეფის, რომელიც რატომღაც ქოცება მიიჩნეს რუსეთუმეთ და ამ მიზეზით უყვართ. ასპინძის ბრძოლის გამო კი არა, სადაც სხვათა შორის რუსებმა მიატოვეს. იმიტომ რომ ქოცების თავში იმათიანია. მოკლედ, ხდება ეს ინტერვიუ. მერე გამოდის კრემლის მაგდა ანიკაშვილი, ანუ მარგარიტა სიმონიანი და ვციტირებ. კიდევ ნახავთ ახალი დაჩოქილი მეფე ერეკლეები, როგორ შეეხვეწებიან დედა რუსეთს, რომ სახლში დაგვიბრუნდნენ. И мы еще увидим, как еще новые цари Ираклии на коленях будут снова просить Россию-матушку забрать их домой. კრემლი ცდილობს გეოგრაფიული საზღვრების წაშლას საქართველოსა და რუსეთს შორის. ქართული ოცნება კი ცდილობს ღირებულებითი საზღვრების წაშლას. თემურ ქათამაძის მიერ საქართველოში ყოფნა სახიფათო ყოფილა და ბოროდინა ღურწკაიას კი ეთერი უნდა დაუთმო. მე არ ვიცი რაზე უნდა ესაუბროს სულაბერიძე ღურწკაიას. მაგრამ ვიცი რომ იმედის მაყურებლისთვის ეს მარტივ მესიჯამდე დაიყვანება. აი ქართველი, რომელსაც რუსეთში პატივსცემენ. სხვები რატომ არ ვიქცევით ასე? მე გეტყვით, რატომ არ ვიქცევით. იმისთვის რომ რუსეთში პატივიქცენ, ხელი უნდა მოაწერო შენი სამშობლოს ოკუპაციას. გაამართლო უკრაინაში უდანაშაულო ადამიანების ხოცვა და ცოფიან ბებერ ტირანს უკოცნო ერთი ადგილი. რის ხასიათზეც იქნება. ბრმა უნდა იყო ამ ყველაფერს რომ არ ხედავთ. ახლა კი კიდევ ერთ ოვერტონის ფანჯარაზე მოგიყვებით, რომელიც შეიძლება უკეთ გეცნობოდეთ. ოღონდ ეს უკვე ოცნების ერთგული მხარდამჭერებისთვისაა, ვინც ოკუპირებული რეგიონების აღიარებაზეც წავარ ორამე. აი ამ კაცისნაირებს გულისხმობ. ჩვენად თუ მოიქცევთ, შეგვიძლია შესულაც და გამოსულაც და ცხოვრებაც იქ. როგორ ქვია ამ ტერიტორიებს, როგორ შენახული გახსოვთ თუ არა ასეთი თამაში ლურჯი ვეშაპი, სადღაც 2015-16 წლებში რუსულ ინტერნეტ სივრცეში გავრცელდა ერთი ასეთი უცნაური ტრენდი. ფარული ჯგუფი უკავშირდებოდა მოზარდებს და აძლევდა პატარა დავალებებს, რომლებიც მათ დღეში ერთხელ უნდა შეესრულებინათ. თავდაპირველად ამ დავალებებში არაფერი იყო სახიფათო. მაგალითად, გაიღვიძე ღამით 3 საათზე, უყურე ამ ვიდეოს, დაპოსტე რაღაცა და ასე შემდეგ. სულ 50 დავალება იყო. ნელ-ნელა დავალებები იცვლებოდა და მოზარდებს აპარებდა სულ უფრო და უფრო სახიფათო იდეებს. დაიზიანეს სხეული და ატვირთე ფოტო. პირველი უწყინარი დავალებები მოზარდებს ეძლეოდათ იმის შესამოწმებლად, რამდენად დამჯერები არიან, რამდენად არიან მზად შემდეგი ეტაპებისთვის. ეტაპობრივად იზრდებოდა ტემპერატურა 42 დღე. გამოაგზავნეს სისხლის ფოტო 49 დღე, აცოცდი სახურავზე, დადექი კიდეზე 50 დღეს კი მოგდიოდა ასეთი დავალება. გადახტი. ზოგის რწმენით საქართველოშიც კი მოხდა ამგვარი შემთხვევა, როცა მოზარდმა სცადა თვითმკვლელობა, თუმცა სენსიტიური ინფორმაციის გამო ჯობს დასახელებისგან თავი შევიკავოთ. 2017 წელს დააკავეს ვინმე ფილიპ ბუდეკინი, ფსიქოლოგიის სტუდენტი პეტერბურგიდან, რომელიც როგორც ჩანს ამ ტრენდის უკან იდგა. რაშუაში ახლა ეს ჩვენთან. იგივე ფსიქოლოგიური ექსპერიმენტი მიმდინარეობს საქართველოში. დღე პირველი, ნუ გავაღიზიანებთ რუსეთს, დღე მეხუთე.
ჩავსვათ გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში. დღე მე-10. გადაუხადოთ ლავროვის შვილს ქორწილი წინანდალში. დღე მე-12. ნუ ვისაუბრებთ ოკუპაციის შესახებ, ეს მგრძნობიარე თემაა. დღე მე-20. 9 აპრილის ტრაგედიიდან წავშალოთ რუსული კვალი. დღე 29. საოკუპაციო ხაზს გამყოფი ხაზი უწოდოთ. დღე 35. დავაპატიმროთ პატრიოტები და მივესალმოთ დამპყრობელს. დღე მე-40. ჩავეხუტოთ მოძმე რუსულ რეჟიმს, რადგან ასია საჭირო. ოღონდ ეს აქ არ მთავრდება. დღე 50. მივცეთ რუსებს უფლება, რომ წაგვიყვანონ ჩვენ და ჩვენი შვილები ცოცხალ ხორცად უკრაინაში ან რუსეთის სხვა ნებისმიერ ომში. და თუ ეს წარმოუდგენელი გონიათ რომ ვაჭარბებ და ასეთი რამ არასოდეს მოხდება, ნახეთ, რამდენი ადამიანი წაიყვანეს უკრაინაში აფხაზეთიდან ან სამაჩაბლოდ. ქართული ოცნება გვეთამაშება სუიციდალურ ლურჯ ვეშაპს, ოღონდ მთელი ქვეყნის მასშტაბით. ხოლო ქართული ოცნების მომხრეები სიხარულით მიყვებიან ამ გესს იმის გაუაზრებლად, რომ ბოლოში უბსკრულია. ყავს ასეთი ქართველები სამწუხაროდ, მაგალითად Прошу вас, Владимир Владимирович, не бросайте нас на развод агентов, негодяев, которые там за деньги продали свою родину. Большое спасибо заранее. Большое спасибо. ქოცების ლურჯი ვეშაპი გაგრძელდება მანამდე, სანამ ამის ნებას მისცემთ. არა მივცემთ, არამედ მისცემთ. ამ შემთხვევაში მიუმართავ ქართული ოცნების ამომრჩეველს. აქ დილამდე რომ ვისაუბრო, ირაკლი კობახიძეს ვერ შეუცვლი პოზიციას. არ მაქვს საკმარისი ფული, რომ ირაკლი კობახიძეს გადავაფიქრებინო კრემლის ერთგულება. თუმცა რამდენიც გინდა ქართულმა ოცნებამ პროცენტულ უპირატესობებზე ისაუბროს, რამდენი არჩევნების გინდა გააყალბოს, პარტია მომხრეებს და თანამზრახველებს კარგავს. ამიტომაც მათთვის საკუთარი ამომრჩეველი და მათი აზრი, ამომრჩევლის აზრი მაინც მნიშვნელოვანია. მე ვკითხულობ კომენტარებს და ვიცი რომ ჩემი პირველი გადაცემა ნახა მათ შორის ოცნების არაერთმა მომხრემაც. ზუსტად ამ ადამიანებთან მინდა საუბარი. თუ მართლა გონიათ, რომ აღდგომის ღამეს ადამიანის ტროტუარიდან აყვანა და დაპატიმრება ნორმალურია. თუ მართლა გონიათ, რომ რუსთაველზე დგომისთვის 5,000 ლარიანი ჯარიმა ნორმალურია. თუ მართლა გონიათ, რომ თემურ ქათამაძის დაპატიმრება იმიტომ, რომ უკანონოდ იყო საქართველოში, მაშინ როცა ოკუპაციის კანონის დამრღვევი ბოროდინა დასეირნობს ბათუმში, ნორმალურია. თუ მართლა გონიათ, რომ ანწუხელიძის შეურაცხყოფა ნორმალურია, თუ ეს ყველაფერი მართლა გონიათ, თქვენ მიიღებთ ქვეყანას, სადაც ეს ყველაფერი მართლა ნორმალურია. და თუ თქვენ ან თქვენს ახლობელს დაემართება მსგავსი უსამართლობა, სხვებიც იტყვიან, მერე რა, ეს ხომ ნორმალურია. და კიდევ კარგი რომ ჯერ კიდევ საქართველოში არის ხალხი, ვისთვისაც ეს ნორმალური არასდროს იქნება.